შეიძლება ელჩებთან ვერ მოახერხე მისვლა, თუმცა მე პირველ რიგში დილით გავედი რუსთავში, სადაც ნიკა მელია მოთავსებული, მეკობრეების მიერ გატაცებული, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სახელმწიფო მეკობრეებთან გვაქვს საქმე და არა პოლიტიკოსებთან ან მმართველებთან, ან ოდნავ საკუთარი თავის მომფრთხილებელ ადამიანებთან, მათ საკუთარი პერსონა აიფეთქეს ამ აქტით, აი რასაც ჩვენ წინა გადაცემებში ვამბობდით, აი ფურუნკული გასკდა შეიძლება ითქვას და ახლა უკვე ჩვენი ვალია რომ გავწმინდო და მოვაცილოთ ქართულ ორგანიზმს ეს საშინელი სცენი, რომელიც ყოველგვარ კორონაზე უარესია, მე დღეს ჩავედი რუსთავში და იქიდან გამოუცხადე ნიკას ჩემი სოლიდარობა. ეხლა ანზორი გამოდის, მე მას მინდა სიმტკიცე უსურო და აქტუალებული ვარ მისი მართლაც ვაჟკაცობი და სხვას არც ველოდი მისგან. ნიკა არის ჩემი მეგობრის შვილი და იყო პერიოდი, როდესაც ვაპირებდი ლეიბორისტულ პარტიაში მის მიღებასაც. ეს კიდევ ნაციონალური მმართველობის პერიოდში, მაგრამ ანზორი ყველა ჩვენი ოჯახის მეგობარი და ექიმია მოკლედ. მე განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს ანზორ მელიასთან, ამას ღიად ვამბობ პირდაპირ. ასევე მეგობრობას გვაკავშირებს, იმიტომ რომ ფაქტურად ანზორმა გადამარჩინა მე 12 წლის წინ, როცა ძალიან ძლიერ მდგომარეობა მქონდა, ეს ისტორია ცნობილი აღარ გამომოვარდება, მე მინდა უსურო სიმტკიცე ანზორის ოჯახს, ნიკა თავისთავად მტკიცდა და მას არაფერი არ შეშლია და არ შეიშლება და ძალიან მალე ნიკა იქნება განთავისუფლებული, იქნება ჩვენს გვერდით და ერთად ავაშენებთ იმ დიდ ძლიერ მთლიან საქართველოს, რისთვისაც აი ამდენი ხანია რო იტყვენ ფრონტალური ბრძოლები გვიწევს. რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ საკუთარი სავარძლები, როგორც აღნიშნე, თვითონ აიფეთქა, ეხლა ამას ოდნავ საკუთარი პერსონის მომფრთხილებელი რეჟიმი არიზავდა არასოდეს, მე არ მახსოვს უახლოესი ისტორიიდან, ალბათ თქვენს ვერ გაიხსენებთ, რომ ვინმე შტურმით აიღოს ოპოზიციური პარტიის ოფისი. კი, შეიძლება მოკლან ოპოზიციური ლიდერი თქვათ და აპატიმროს სახში რაღაცა სხვა ექსცესები მოხდეს, მაგრამ შტურმით აღება ოპოზიციური პარტიისა არ მოსვლია თავში აზრად არც ავგუსტო პინოჩეტს, არც ადოლფ ჰიტლერს, არც ბენედო მუსოლინის, არც პოლ პოტს, არც სტრესნერს, არც სომოსას, არც ვიდელას, არც სალაზარს ჩამოთვალე მაქსიმალური ღვთისმფრიდნა გადაყვანილი დიქტატორები და სამწუხაროდ აჯობა აი ამ ყველა დიქტატორს ჩვენმა დიქტატორმა, ტირანმა, პუტინის პატარა კაცუკამ, გამოგზავნილმა პატარა მატრიოშკამ შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილმა, რომლის პირადი განკარგულებით მოხდა აი ეს აქტი დღეს დილით. რას ელოდებით ბატონო შალვა, აი ამ საერთაშორისო რეაქციებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვნახეთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ნიკა მელიას პატიმრობა, როგორ ფიქრობთ თქვენ? უახლოეს ხანში ნიკა მელია იქნება განთავისუფლებული, რა თქმა უნდა, ეხლა მან არ უნდა დაგვამშვიდოს და ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ გააკეთებს ვერც ერთი უცხოელი მეგობარი და ვერან არის საერთაშორისო სოლიდარობა. თვითმფრინავი მოგესალმებათ ორი ფრთითადი საერთში და საქართველოს თუ გვინდა ავიყვანოთ ჩვენ კუთვნილ ტრაექტორიაზე და ორბიტაზე, მეგობრების დახმარება უცხოეთთან და მეორე ფრთა ჩვენ მინიმუმ მეორე ფრთა, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ქუჩაში ვიყოთ ეს დღეები, დღეს შესანიშნავად წავიდა პროცესი, შეიძლება ითქვას კონსტრუქციულად, მშვიდობიანად და ისე მოფიქრებულად და დინჯად, რომ არავის არაფერი არ შეშლია, კარვები გაშლილია პარლამენტის წინ, თბილისელებო, ჩემო ძვირფასებო. კარგია საუკეთესო ამბების გაგება ყავის მის ფონზე, მაგრამ ძალიან გთხოვთ რა გადადეთ თქვენი დახლები, თქვენი სავაჭრო, თქვენი ბიზნესი, თქვენი სხვა პირადი საკითხები, უფრო დიდი პირადი საქმე, უფრო დიდი ბიზნესი, ვიდრე საქართველოს გადარჩენა, ჩვენი ქვეყნის მომავალზე ფარად შედგომა არც თქვენ გექნება და არც თქვენ საქართველოს, მაგრამ ისე მოვიზავთ ეხლა რომ ეს აქცია დაწყებული სახალხო წინააღმდეგობა ასე ცხინვალე და ასეთი თავგანწირვით ოპოზიციონერების იგივე ნიკა მელიის, ხო? გამოვიდეს რეგიონების საკრები მარტო. და ისე გამოვალთ რომ თქვენ ამაკი მასპინძლის როლში და სხვა და სხვა. გარეთ მეგობრებო, ვიცი ეხლა ძალიან ბევრს ვთქვათ, შეიძლება რომელიმე პარტია არ მოწონდეს, მე არ მოვწონდე, ვიღაცის წარსული აღიზიანებდეს, რა თქმა უნდა, ცხოვრება ისეთი რაღაცა, რომ ხშირად საკუთარი თავის გაღიზიანებს, ხო? ამიტომ დავანებოთ ეს ამბები დავივიწყოთ, როგორც ჩვენ დავივიწყეთ პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს გადარჩენის საერთო მიზანში წარსული წყენები და პირისპირებები, რაც ქონდა ძალიან მწვავე იყო ყველაფერი, მაგრამ ეს იყო მაინც პოლიტიკური.
დღეს ჩვენ გვიპირისპირდება ადმინისტრაცია, კოლონიური საოკუპაციო ადმინისტრაცია, რომელმაც შემოაღობინა კრემლს საქართველოს წელი ტერიტორიები, დანარჩენ ტერიტორიებზე ასევე კრემლის კარნახითა და მათი სუვერენიტეტის სრული აღიარებით ასრულებს ფუნქციებს, რომ დათქმულოს ქართველი ერის ნება, რომ მას არასოდეს მოუვიდეს თავში აზრად ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება, არასოდეს მოაწყოს აქცია და მიტინგი იმისათვის, რომ ოკუპანტების მიმართ პროტესტი განაცხადოს. აი ეს არის მომენტი, თორემ ეხლა მოდი ობიექტურად ვთქვათ, ოპოზიციას და პოლიტიკოსები ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. შეიძლება დანაშაული ჩავიდინოთ მართლა, რაღაცა შეგვეშალოს, ვიღაცა დავაზიანოთ, რაღაცა მოიპარონ, რაღაცა ბიუჯეტი შეეხონ. ესებები ხდება მსოფლიოშიც ხდება ჩვენთანაც ახლა თქვენ ალბათ შესანიშნავად ხდებით რომ მე ბევრ პოლიტიკურ პატიმარზე ვისაც სულიან პოლიტიკურ პატიმარს ზოგიერთზე ხმა არ ამომიღია ნუ იმიტომ რომ ჩემი ხედვა მაქვს მაგრამ კაცი ნიკამელია გამოვიდა ანტისაოკუპაციო აქციაზე და ყველაზე მეტი აქტიურობის გამო ორჯერ მისცა საოკუპაციო პარლამენტმა დაჭერის თანხმობა. მაგაზე ვისაუბრებს სწორედ შესავალში ორჯერ მოხსნილი იმუნიტეტი და ორჯერ ციხის გზაზე გაყენებული ნიკამელია. კი ბატონო. ინდა სოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიას ეს არ ახსოვს, რომ ორჯერ ოკუპაციის წინამდე გალაშქრების გამო პოლიტიკური პარტიის ლიდერისთვის მოეხსნათ იმუნიტეტი და ამიტომ უნდა გაიგოს სოფლიო ჩვენი ხმა, წუხელი გაიგო ჩვენი ხმა. წუხელი ჩამოეხსნა ხელისუფლებას ნიღაბი, თქვენ ნახეთ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაწყებული ამერიკის ელჩიც კი რომელიც თქვა იყო განწყობილი სიმპათიურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ და გეუბნებოდა რომ პარლამენტში შევსულიყავი დღეს სრულიად სხვა განცხადებაა. კი ძალიან მძიმე იყო მათი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება იყო ძალიან მწვავე. ცოტა ადრე დაეჯერებინა ზოგიერთ მეგობარ დიპლომატს ჩვენთვის როცა შეძრწუნებულები ვართ პირდაპირ ასეცერია განცხადება საელჩოს მართლად ვლის ივანიშვილისგან არაფერი რომ ერთპარტიული პარლამენტი უნდა დაიშალოს უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები უნდა მოვიდეს ახალი ხელისუფლება რომელიც იზუგნებს ხალხზე და არა საკუთარ ჯიბეზე ჩვენ რისთვის გვინდა ხელისუფლების შეცვლა იმისაც რომ მევიღო კარგად აღარ ერთ ვარიანტი რო ყოფილიყო რამდენი პარლამენტში ვიქნებოდი გამოუსრულებელ და მექნებოდა სრული გარანტია ტენდერებზე გრანტებზე, ოჯახის ბედნიერებას და ყველაფერზე. ასევე ჩემი კოლეგებიც, ხო, ჩვენ გვინდა რომ ხალხს ჰქონდეს სამუშაო ადგილი, ისინი არ ეწარებოდნენ გერმანიაში კარტოფილის სათხრელის რიგში და იქაც უარსეუბნებოდნენ. ჩვენ გვინდა რომ შემოდიოდეს ინვესტიციები, ისინი ნაწილდებოდეს ნიჭიერ ბიზნესმენებზე. ჩვენ გვინდა რომ არ დარდაბოდეს 71,000 ახალგაზრდა სტუდენტი შეჩერებული სტატუსით, იმიტომ რომ ვერ გადაიხადეს გადასახადი, რომელსაც ვერ გადაიხდიან. მადლობა ბატონო შალვა. ადამიანს ჰქონდეს კურნალობის გარანტიები, ჩვენ გვინდა რომ ადამიანს ჰქონდეს სახლის აშენების გარანტიები, თავზეჭერი, ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა იყოს ღირსეული სახელმწიფოთა რიგში და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები ჩვენსკენ მოიტოვდნენ სანახავად რომ როგორ ააშენეს ქართველებმა ეს 64-ია ბუნებით, ხო? ეს ქვეყანა და ხალხიც არანაკლები ნიჭიერი და ლამაზია. მას უნდა ჰქონდეს საშუალება თუ ხელისუფლება არ დაეხმარება ხელსაშუალებას, ხელი მას არ შეუმშალოს, არ დაიჭიროს. ბატონო შალვა, აი ყველა ოპოზიციური ლიდერი ვინც იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში უკვე მოსული არის რეაქციის სტუდიაში და გთავაზობ თქვენც მოусმინოთ მათ რა შედეგით გამოვიდნენ ისინი. კი ბატონო. ძალიან კარგი მოხდა ის ამბავიც ვიმეორებ რომ აჩვენა ივანიშვილმა და რეჟიმმა თავისი სახე მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც კეთილშობილი მოსაზრებით რაღაცა იმედი კიდე უღვიოდა და აი ამ ფონზე რაც დღეს ხდება, ისე ვერ დავამთავრებ გამოსვლას ეს არ თქვა. მინდა გავიხსენო მურმან ლებანიძის ლექსი, რომელიც 70-იანი წლების ბოლოს დაიწერა და ვერ ვიგებდით, რას გულისხმობდა პოეტი. ფეთქს საქართველო ფეხმძიმე ქალი. მაჯის მცნობელი ვაჟსა ცნობილობს, მოილოგინოს იმედი ხვალის, რკინის მკვნეტელი მოილოგინოს. აი რამდენიმე დღეში საქართველო მოილოგინებს რკინის მკვნეტელს და არავინ არ გადარჩება, ვინც ქართველი არის, სინამდვილე პოლიტიკურად გაილაშქრა აი ესეთი ბარბაროსული ფორმებით. მე ამის გარანტიას ვაძლევ ივანიშვილსა და მის დანიშნულ ერთუჯრედიანებს, აღარ მინდა გვარები ჩამოთვალო, დიდი დრო წავა, მინდა წარმატებები გისურვოთ დღევანდელი გადაცემის. დიდი მადლობა ბატონო შალვა, ლეიბორისტების ლიდერი იყო რეაქციასთან